შავისიები უქმდება ამ შინაარსის მემორანდუმი ეროვნულ ბანკს კრედიტ ინფოსა და კომერციულ ბანკებს შორის გაფორმდა ახალი წესის თანახმად კი მომხმარებლის საკრედიტო ისტორია საერთო მონაცემთა ბაზაში განთავსდება და მასში შესული იქნება როგორც კლიენტის მიერ შესრულებული ისე შეუსრულებელი ვალდებულებებიც. დაკონკრეტდება ვალდებულების შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზიც, როგორ აფასებენ სიახლეს ბანკების კლიენტები და რით ხსნიან საბანკო სფეროში საკუთარ გადაწყვეტილებას. ნანუკა იორდანიშვილი კი ამბობთ. მნიშვნელოვანია რომ დაინტერესდება ბანკი ჩემით რომ რატომ მოხდა გადაუხდელობა. ვისაც შავსიაშია ჩაწერილი და ვისაც თავისი პრობლემა აქვს, მისასალმებელი უნდა იყოს. მოქალაქეები ასე ეგრეთ წოდებული შავი სიების გაუქმებას აფასებენ. ამის შესახებ მემორანდუმი ეროვნულ ბანკს კრედიტ ინფოსა და კომერციულ ბანკებს შორის გაფორმდა. შეთანხმების თანახმად ყველა კლიენტის მონაცემი ერთიან ბაზაში მოექცევა. ბაზაში მითითებული იქნება როგორც კლიენტის მიერ შესრულებული, ასევე შეუსრულებელი ვალდებულებები. საკრედიტო ისტორიაში ჩაიწერება ის მიზეზებიც, რის გამოც ცესხის დაფარვა შეფერხდა. ამჟამად წარსულშიც იყო ასეთი ინფორმაცია, რომ როდესაც თქვენ ხონდათ ვადაგადაცილება და შემდგომ ფარავდით ამას, არ ჩანდა რა სახის ვადაგადაცილება ხონდათ, რამდენი ხნით და ასე შემდეგ. და უკვე ამ ახალ მონაცემთა ბაზაში უკვე ეს დეტალური ინფორმაცია იქნება და უკეთესად შეისწავლის კლიენტს. მემორანდუმის მიხედვით 7-დან 5 წლამდე მცირდება მსესხებლის შეუსრულებელი ვალდებულებების შენახვის ვადა. კლიენტის საკრედიტო ისტორია კი 7 წლის განმავლობაში შეინახება. მემორანდუმის ხელისმომწერები ამბობენ, რომ შეთანხმების მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. ეს გადაწყვეტილება კლიენტების უფლებების დაცვას ემსახურება. ჩვენთვის მოსახერხებელია, როცა პოტენციური კლიენტის სრული საკრედიტო ისტორია, შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებებიც ერთიან ბაზაში იქნება განთავსებული. ფიქრობ, ეს ხელს შეგვიწყობს სესხების გაცემისას სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. მემორანდუმზე ეროვნული ბანკი კრედიტ ინფოსთან და კომერციულ ბანკებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ბანკი სესხის გაცემაზე უარს მხოლოდ კრედიტ ინფოზე დაყრდნობით აღარ იტყვის და თითოეული მომხმარებლის საკითხს ინდივიდუალურად შეისწავლის. ჩვენი აზრით ესაა ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითი დღე ყავდა მოვლენა იყო ისაც დღეს გავაკეთებთ. ჩვენი მხრიდან ეროვნული ბანკის მხრიდან კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვათ, ჩვენ გავაგზავნებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მემორანდუმი ძალაში 2011 წელს შევა. ერთიან ბაზაში როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული ფირმების საკრედიტო ისტორიები განთავსდება. ნებისმიერ მომხმარებელს კი მონაცემთა ბაზაში საკუთარი სტატუსის შემოწმება პირადობის მოწმობის საფუძველზე შეეძლება.